მოგესალმებით, ქალბატონოსთან, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ქალბატონოსთან, თქვენთან მინდა ვისაუბრო იმ მოვლენებით, რასაც ვადევნებდით თვალს მიმდინარე კვირაში და მოდით დავიწყოთ მიდგომით, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. გულისხმობ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაშინ როდესაც ვახოსანაია გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო 25 დღიან პატიმრობაში გაუშვეს. რა იკითხება თქვენთვის რეალურად ხელისუფლების ამ მიდგომაში, იგივე რაც მოაწყვეს თუნდაც ონისესთან მიმართებით, ხომ, პროპაგანდისტული კამპანია, რომლის შედეგიც იყო ეს თავდასხმა და რომელიც აი ამ თავდასხმის შემდეგაც არ გაჩერებულა სამწუხაროდ ონისესთან დაკავშირებით. მოგესალმებით, თქვენს მაყურებელსაც მივესალმები. პირველ რიგში მე მგონი არ არის ახალი რა მიდგომებიც აქვს დღევანდელ რეჟიმს. იმიტომ რომ მაგალითად თქვა თუ არ შევადარებთ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმელის გათავისუფლებას ვახოსანაიას და გიორგი ახობაძის დაპატიმრებას, იმიტომ რომ სხვადასხვა кейსია. პირდაპირ შეგვიძლია შევადაროთ მაგალითად თორნიკე თოშხუასა და მინდიას დაპატიმრებას, როდესაც მათ დაესხნენ თავს და ისინი პირიქით თავდასხმის ბრალდებით აგერ წელიწადზე მეტი იყვნენ ციხეში არა და მათ შემთხვევაში არანაირი არც გირაო არ გამოყენებულა, ანუ ადამიანები ბრალდებით, ყოველ შემთხვევაში ძალადობის ბრალდებით ჩასვეს ციხეში, ვინაიდან ისინი იყვნენ პროტესტის წევრები და ადამიანი, რომელიც დაესხა თავს იუმორის რაღაც ვითომც და რაღაც დაცვის მიზნით, რომ აი რაღაც სიწმინდები შეგვილახეს თუ რაღაც ძალიან საინტერესოა, რომ მაგალითად სწორედ რომ ვინც გვილახავს სიწმინდეებს რუსები მაქვს მხედველობაში, რომლებიც მაგალითად ჩვენს ეკლესიებს როგორ ექცევიან თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არა, როგორ მოგვიკლეს ადამიანი, რომელიც ადიოდა და შედიოდა სალოცავში, როგორ ჩაუშალეს ქორწილი ადამიანს და ადამიანებს ზოგადად და რასაც ქვია შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო იმ ოჯახს, არამედ თელერს, ამასთან დაკავშირებით არ ვიცი ის ქალი ისე გაუშვეს, მე მგონი აქედან რომ საერთოდ არც გამოუკითხავთ, არც არანაირი ჯარიმა არ დაუწესებიათ.ალი მოროშკინამ პატივისცა, ხო, გვახსოვს. ხო და თავრაღაც თავის სასტუმროში წაიყვანა ხო, პლუს ეს მოროშკინა, რომელიც მათი პროპაგანდისტია, ასე ექცევა და ასე ცდილობს, ასე ვთქვათ, აქედან გამოყვანა ამ ქალის, არა, როგორ იქცევიან რუსები ზოგადად, არა, როგორ გველაპარაკება ლავროვი, ამათთვის ეს აბსოლუტურად არანაირი შეურაცხყოფის საბაბი არ არის, რომ ამას უპასუხონ, თუნდაც გავიდნენ ქუჩებში და ვიღაც რუს ბრჭყალებში ტურის ისეთივე აძალადობის აქტით გაუმასპინძლდნენ, რატომ არა? და დაბალიღობია, ვთქვათ, პროტესტის ადამიანი, რომელიც ხუმრობს რაღაცაზე, ხო? აი აქ უბრალოდ აი გამართლებაც კი არ მინდა ონისესი იმდენად ძალიან ნათელია, რომ ადამიანი ხუმრობდა. მეორე ის არის, რომ ჩვენ შეიძლება არ გვესიამოვნოს ვიღაცაზე ხუმრობა, მაგრამ კონკრეტულად მე მაგალითად რომელსაც უამრავ შეურაცხყოფას მაყენებენ ტროლები, ამათ ბილწის სიტყვაობა გაუხარდათ, ვთქვათ ვახოსანაიაზე და გიორგი ახობაძეზე რო წავიდეთ, ამათ გაუკვირდათ ბილწის სიტყვაობა, რომელიც მუდმივად გვესმის უმაღლეს თანამდებობის პირების მეტყველებაში, ასევე ტროლბოტების ან პარტიასთან და ოცნებასთან დაახლოებული პირების კომენტარებიდან მე მაგალითად მახსოვს, რომ ერთ-ერთი ჩემი ეთერი
აღარ მახსოვს ფორმულადან იყო თუ ამ ტელევიზიიდან გაზიარებული ქონდა ვიღაც კაც მე მგონი ის კაცი ტროლად კი მუშაობს მაგრამ ნუ რეალური პიროვნება სახელგვარი არ მახსოვს და ქვემოთ წერდა რომ ეს ქალი არის ჰერმაფროდიტი ჩემს და ნუ მაგინებდნენ უშვერი სიტყვებით და ნუ არ ჯერც მეცინება მაგრამ რომც ეს ჩემთვის იყო ძალიან ძიმე მოსასმენი და მინდა მათ უთხრათ რომ საერთოდ არ მაქვს ამაზე რეაქცია მაგრამ რომც იყოს აი რას ვიზამ დავხვდები და ვცემ ანუ შენ თუ რაღაც არ ქსიამოვნებს ამაზე სიტყვიერად შეგეძლია უპასუხო ხო აქ რა შუაშია დაპატიმრება მით უმეტეს ჯარიმაც კი აბსოლუტურად შეუსაბამოა ხო მაგრამ ესენი ხო რაღაც თავიანთ კანონებს იღებენ რომ რამენაირად ამოკეტონ შეზღუდონ თავისუფალი სიტყვის გავრცელება და თავისუფალი სიტყვა ის კი არ არის შენ რაც მოგწონს არამედ თავისუფალი სიტყვა არის როდესაც შენ აძლევ თავისუფლებას თუნდაც შენთვის მიუღებელ გამონათქვამებს კი ბატონო, ქალბატონოსთან რა სიტყვით საზოგადოების რეაგირებაზე ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად სათანადოდ რეაგირებს საზოგადოება იმაზე, რაც ხდება თუ რაღაცნაირად უკვე სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებით ჩვეულ ამბად იქცა, რომ ვიღაცა ტროტუარზე დგომის გამო ციხეში უნდა წავიდეს, ვიღაცამ Facebook-ზე რაღაც დაპოსტა ციხეში უნდა გაუშვან. არასწორად იხუმრა, ამის გამო მას თავს უნდა დაესხან და უნისეს შემთხვევის შემდეგ ჩვენ ვიმოვისმინეთ ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარები, რომ თითქოს აბა ვინ გაუტარებდა უნისეს თურმე იმას მან როგორც იხუმრა ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით. მათ რო უტარებენ შალვარამიშვილს რო გაუტარეს ბესიკ ხარანაულზე, ყოვლა თუ მსგავსო სტატუსის დაწერა. ბესიკ ხარანაული მე მგონი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მწერალი და პოეტია ვიდრე ნოდარ დუმბაძე. ანუ ყოველ შემთხვევაში გემოვნების საკითხია, მაგრამ ორივე ხო კულტურის წარმომადგენელია, ორივე ხო წერლობის წარმომადგენელი. შარვალ რამიშვილს შეუძლია რომ მას უშვერი სიტყვებით რაღაც საზიზღრობები ეძახოს და ვიღაც კომიკოს არ შეუძლია რომ უბრალოდ იხუმროს ნოდარ დუმბაძეზე. ნოდარ დუმბაძე როდის აქეთ გახდა რაღაც ჩვენი ძალიან ისეთი ხელშეუხებელი, ანუ კარგი მწერალია, მაგრამ ნუ ეხლა რაღაც ბეფხისტყაოსანი არ არის, ხო? რომელსაც ნახეთ რუსტურვამ რა უქნა რა, ამაზე არ ქონიათ რეაქცია. ნუ ეს ორმაგი სტანდარტები უკვე არც ლაპარაკიც კი არ შეიძლება იმდენად ძალიან თვალსაჩინოა, მაგრამ ეხლა რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას. ჩვენ არ გვაქვს გაზომილი ეს რეაქცია, ხო? ანუ არ ჩატარებულა არანაირი გამოკითხვა. ხა მე ჩემი ახლობლების და ჩემს გარშემო ვინც არის ისწრე მათი რეაქცია ჩემთვის ცნობილია, მაგრამ არ ვიცი კონკრეტულად თქვათ ბაზარში რო ადამიანი დგას ან ხელოსანი ან ვიღაც მუშას ხათაშორის ახლა მუშაც გადმოვარდა და გარდაიცვალა და ჩაიკარგა ეს საშინელი ამბავი აი ამ კასკადში აგერ ადამიანებს კლავენ ამ 17 წლის ბიჭის მკვლელობა ხო საერთოდ არ მომდის თავიდან და ჩვენ უნდა დავდევდეთ აქ ვინ რა თქვა იყო თუ არა ეს ბილდსიტყვაობა თუ იყო თუ არა სასჯელი მიზანის შეწონილი და აი ამ რაღაც აბსურდში გვაცხოვრებენ და მე ვფიქრობ რომ ხალხი მაინც ხედავს ამ ყველაფერს თუ არ არის მიკერძოებული თუ არ აქვს რაღაც გამორჩენა ასე ვთქვათ ან რაღაც თვალდაბრმავებული არ არის აი ამ პროპაგანდის მიერ და უბრალოდ ის რომ არ გამოხატავს და არ გამოვარდა ქუჩაში ეს არ ნიშნავს რომ მას ეს მოსწონს ეს ნუ ვიცოდეთ რომ არის უკმაყოფილების ჩუმი გამოხატვა შეიძლება ისინი ან შეშინებულები არიან ან ყოველ შემთხვევაში რაც თქვენ თქვით რომ არის რაღაც ტიპის გაშეშება იმასთან დაკავშირებით რომ უკვე იმდენ რაღაცა შეგვაჩვიეს რომ
ეს უკვე აღარ არის. როგორ ფიქრობთ, ეს რა მოიტანა? რაღაც უიმედობამ და ნიჰილიზმა თუ შემგუებლობამ? რომელთან გვაქვს საქმე, როგორ ფიქრობთ? უიმედობა და ნიჰილიზმი შობს შემგუებლობას. ანუ ეს ერთმანეთთან კავშირშია, ხო? ჩვენ თუ ადამიანებს მუდმივად ნიჰილიზმს და უიმედობას ჩაუნერგავთ, ისინი მათი დიდი ნაწილი წავა შემგუებლობისკენ. სხვათა შორის აქ მინდა ერთ საკითხს შევეხო, რომ რატომღაც ზოგ ადამიანს გონია, რომ რაც უფრო დააშინებს ხალხს და აი ჩვენ რაც გვიშვებიან და აი ის დააპატიმრეს, ეს დააპატიმრეს, აი როგორ გვაზის თავზე ოცნება, ეს გამოიწვევს რაღაც გამოვარდნას ქუჩაში და ამ დროს პირიქით იწვევს ნიჰილიზმს, უიმედობას და შემდეგ შეგუებას. თუმცა ამ შეგუებასაც აქვს ზღვარია რა. ჩვენ 2003 წლამდე ძალიან გვეგონა, რომ ყველა შეგუებული იყო, რომ ესე ბნელში ვისხედით, თუმცა აგერ აღმოჩნდა, რომ დღესაც შეიძლება დაგვემუქროს ეს ჩაბნელება, აგერ ორჯერ ჩაქრა მთელ საქართველოში შუქი და ვერ გავიგეთ საერთოდ რატო ჩაქრა. სუიციდი, საბოტაჟი იყო ეს. ანუ მათ არ შეუძლიათ უკვე მართვა, მათ გაექცათ მართვის სადავეები და ეხლა ცდილობენ, რომ რაც მეტად შეზღუდავენ და ჩაკლავენ ხმას ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ რეაგირება, რომელთაც შეუძლიათ ანალიზი, რომელთაც შეუძლიათ კრიტიკული აზროვნება, უკვე ეს მათი ეს უმოქმედობა, მათი ეს ასე ვთქვათ, დანაშაულები აღარ გამოზეურდება. ეს გამჭვირვალობა კი ძალიან მოწონდათ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გამჭვირვალეები და თვითონ არა ეს როგორც თვითონ გვაგინონ და ჩვენ არა. ანუ ეს ძალიან დამახასიათებელია ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის, მინდა ვთქვა. და მე მგონია, რომ ამასთან შეგუება ყოველად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ბოლოს მივალთ იმ ზღვარამდე, რაც უბრალოდ აღარ გაგიშვებს შენი ღირსება, რომ ამას შეეგუო. და თუ კი თქვათ მე-20 საუკუნეში შეიძლებოდა რომ ადამიანში ისე ჩაგეკლა რეპრესიებით ღირსება რომ შეგუებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს უკვე 21 საუკუნეში და განსაკუთრებით ამდენხნიანი დამოუკიდებლობის ცხოვრების გამოცდილება გვაქვს, გახსნილია სოციალური ქსელები, წარმოუდგენელია, ისინი არიან დამარცხებულები. და რაც მალე შეეგუებიან ამ დამარცხებას, მე მგონი ჩვენთვისაც კარგი იქნება და მათ. ხო, მაგრამ აი ეს როგორ ფიქრობთ, სად უნდა გაფორმდეს მათი მარცხი? როგორ უნდა გაფორმდეს თუ დამარცხებული? თვითონ უნდა გააფორმონ. მე ასე ვფიქრობ, მე ხა ასე ვთქვათ, პროგნოზების გაკეთებას ვერ დავიწყებ, მაგრამ აი სად უნდა გაფორმდეს მაგალითად პუტინის მარცხი? ხო, გაფორმდება ბოლო-ბოლო, ხო? იმიტომ რომ უკვე მოულოდნელად მათთვის სრულიად შეიცვალა ვითარება და ამ რეჟიმის მხარდამჭერებს ურჩევდი, რომ ხშირად უყურონ თუნდაც რუსულ არხებს, რა მდგომარეობაშია ახლა რუსეთის ეკონომიკა, რუსეთის ფლოტი, რუსეთის ეს ვალბრისის საწყობები, ანუ მათი ბენზინგასამართის სადგურები და ეგები მიხვდნენ, რომ მთავარი საყრდენი რუსეთის სახით მათ ძალიან მალე გამოეცლებათ ხელიდან. რაც თავისთავად გამოიწვევს ოცნების კიდევ უფრო დასუსტებას, იმიტომ რომ რაღაცაზე ხო უნდა იდგნენ. და მთავარი საყრდენი რუსეთია. მესმის, ანუ სანამ ესე ვთქვათ უკრაინაში რუსეთი არ დამარცხდება, მანამდე აქ შეუძლებელია ქართული ოცნების მარცხი? არ არის შეუძლებელი, ნამდვილად არ არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, რადგან რუსეთი საბოლოოდ დამარცხება კი არა, თუნდაც ის რომ მას საცეცები ეჭრება, ესეც უკვე მათთვის ძალიან დამთრგუნველია, ხო? საერთაშორისო არენაზე რაღაც izgoebat იქცნენ, ვერსად ძალიან კი უნდათ რომ დაელაგებინათ, მაგრამ ვერსად ვერ დაალაგეს, სამარცხვინოდ დარბიან ამ შუა აზიაში და
აი როგორ ფიქრობთ ახლა ქართულ საზოგადოებას აჭმევ იმას რომ აშხაბადში წყდება საქართველოს მომავალი წარმოუდგენელია არ არსებობს უბრალოდ და ხო ხედავთ რომ ვეღარც კრიმინალს აკონტროლებენ ქუჩაში აგერდენი უქრებად ეს ხო ყველაფერი გამოვლინებაა რომ მათ მართვას აქვს პრობლემები კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა